ესეც ასევე მზადებით სეზონის ბოლო შეხვედრებისთვის ესპანეთის ნაკრებთან დღეს ვითამაშებთ და გადამწყვეტ შეხვედრას არა, მაგრამ ამ წლის ბოლო შეხვედრა გაიმართება ბულგარეთში, კერძოდ სოფიაში 18 ნოემბერს ბულგარეთის ნაკრებთან. ხო, ნებისმიერი შედეგის მიუხედავად, მაინც ჩემი სუბიექტური აზრია ის, რომ ფეხბურთელებს არ უნდა გადაუაროთ და მით უმეტეს არ უნდა გავლანძღოთ უკანასკნელი სიტყვებით. ყველაფრის მიუხედავად ეს არის ჩვენი ქვეყნის ნაკრები და ყველა მოგებული და წარმატებული თამაშის შემდეგ ეხლა ისეთი რაღაცა არ უნდა ვთქვათ, რომ მე ამ ყველაფრის ძალიან შეგვრცხვეს. მე დარწმუნებული ვარ ბევრჯერ არა, რამდენიმეჯერ მაინც გინანიათ ის ფრაზები, რომ გადახანით მოედნები და სიმინდი დათესეთ. მაინც არაფრად არ ვარ ეს ფეხბურთი. გააუქმეთ საერთოდ ეს ფეხბურთი. ხო, ამ ფეხბურთის გაუქმებას რაც შეეხება, ეს არის, რავი, ჩემთვის ყველაზე ბანალური ფრაზა, გამაუქმოთ რა ხდება. ანუ არ უნდა უფლება არ უნდა კონდეს ვითამაშოთ. და დავიჯერო, რომ ყველა ნაკრები რაც არსებობს, ყველა ქვეყნის ნაკრები, აი ყველაზე ცუდი შედეგი ჩვენ გვაქვს. აი ჩვენ უბრალოდ ადამიანებს, აი ვისაც ფეხბურთი არ გვიყვარს, არ გვესმის ის, რომ ჩვენს გარდა არიან ქვეყნები, ვისაც ფეხბურთი ძალიან აინტერესებს. შეიძლება ვიღაცას არ აინტერესებს ძალოსნობა, ძიუდო და სხვა სპორტი, მაგრამ ფეხბურთი განსაკუთრებით აინტერესებს, იმიტომ რომ ნომერ პირველი სპორტია მსოფლიოში და ყველა ქვეყანა ამას განსაკუთრებულ დიდ ყურადღებას უთმობს. ამიტომ რა ვიცი, არ გვინდა ეს ლანძღვა, გინება, ფეხბურთელების შეურაცხყოფა, ანუ გასაგებია რომ ეხა არ გვინდა მწვრთნელი და გამოვცვალოთ, ეს კიდე მისაღებია. კი ბატონო, სანიოლი უნდა წავიდეს, ამაზე მეც მოყვები. კი ბატონო, ნებისმიერი შედეგის მიუხედავად ამოწურა რესურსი და შეიძლება რომ წავიდეს, რატომაც არა, მაგრამ ის რომ აი ფეხბურთელებს აგინებ იმის გამო, რომ შენ ტოტალიზატორში გაიქეცი და 1000 ლარი დადე ესპანეთთან, რომ ერთ ბურთს გავიტანდით, ან მოვიგებდით ან რაღაცა და მე აქეთ ბიჭებს აგინებ, ეს არის ძალიან არასწორი საქციელი და არაქართველობა ჩემი სუბიექტური აზრია. ხო, რაც შეეხება ახლა უშუალოდ დღევანდელ მატჩს, ეს არის ძალიან რთული შეხვედრა და არ ვიცი, რავი, ძალიან რთული წელი გამოვიდა ჩვენი ნაკრებისთვის. არ იყო მაინც და მაინც კარგი წელი, მაინც და მაინც კი არა, ძალიან დაბალ დონეზე ჩავატარეთ ეს წელი, ამხანაგური შეხვედრებიდან დაწყებული, ჯგუფებიდან დამთავრებული, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ არაუშავს, ეს არის ფეხბურთი და ყოველთვის ამ სპორტში ვერ იქნები ისეთი წარმატებული, როგორიც იყავი. ხა შეიძლება ცოტა ხმამაღალი ნათქვამია წარმატება, მაგრამ იმ ფონზე, რომ სოფლიოში ძალიან უყვართ ფეხბურთი, იმ ფონზე ვფიქრობ, რომ ეს რაც ჩვენ გავაკეთეთ წინა წელს არის დიდი წარმატება ნამდვილად და წინა წლებში კიდე რომ ევროპის ჩემპიონატები ვითამაშეთ, ზედიზედ 2 ახალგაზრდულმა და კარგად ვითამაშეთ, ესეც კარგი წარმატებაა. ხო, ასე რომ რა ვიცი, შეგიძლია დაწერო კომენტარი, რას ფიქრობ დღევანდელ შეხვედრასთან დაკავშირებით და რა იმედები გაქვს. ხო, მეტი ზღაპრებისთვის შეგიძლია გამოიწერო გვერდი და გააზიარო ვიდეო. სულ რაღაც 1000 გამომწერი YouTube-ზე და 1 მაისურს